წლეულებით ადრე, როგორ გაიგო, შეგათხებს თუ არა გულის დაავადებები. საქართველოში, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკა, იგრძნობოდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა იღუპება გულისა და სისხლძარღვების დაავადებებით, მიოკარდიუმის ინფარქტით, გულის უკმარისობით, ასევე ინსულტით. ხო და კითხვა ჩდება, დღეს როგორ გაიგო, გექნება თუ არა 10 წლეულების მერე გულის დაავადებები ან სისხლძარღვებისა. დღეს რა ტესტებიც არის გულის მხრივ, მაგალითად დატვირთვის ტესტი იქნება ეს, ეკოკარდიოგრაფია, კორონაროგრაფია, CT ანგიოგრაფია, პერფუსიული კვლევა გულისა თუ MRI კვლევა, ყველა ეს კვლევა ადგენს უკვე დაავადების შორს წასულ შემთხვევებს, მაგრამ არის ერთი და არა მარტო ერთი, ბიუჯეტური ძალიან მარტივი კვლევა, რომელიც გახდება სისხლიდან, საკმაოდ იაფია და შეუძლია, რომ 10 წლეულებით ადრე გითხრას, გექნება თუ არა გულის დაავადებები და მოდი რამდენიმე მათგანს ჩამოგვითვლი, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს LDL ქოლესტეროლი. ეს ქოლესტეროლი ნორმაში უნდა კონდეს ოპტიმალურ შემთხვევაში 100 მგ დეცilitrამდე თუ უფრო მეტი იქნება. ეს მას ნიშნავს, რომ სისხლძარღვებში გილაგდება ქოლესტეროლი და სისხლძარღვები გიბიწროვდება, რაც თავისთავად მერე აისახება გულზე. და თუ თქვა გაქვს გულის თანხმობის ფაქტორები, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ, მაშინ 70 მგ დეცilitrზე მეტი არ უნდა იყოს. თუ გინდა რომ ეს კვლევა კიდევ უფრო მაღალმგრძნობიარე გახადო, მაშინ შევს რომ გადაამოწმო ApoB. ApoB ტესტი ეს ნიშნავს, რომ შემოწმო ApoLipoprotein B. ეს კიდევ უფრო მგრძნობიარე მარკერია და ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს მაღალმგრძნობიარე, ანუ მაღალსენსიტიური C-რეაქტიული ცილა, რომელიც ახალვე გეტყვის, თქვა, სისხლძარღვებში გაქვს თუ არა ანთება და გილაგდება თუ არა მასში ცხიმი. დაიმახსოვრეს სამი ტესტი და ამ სამი ტესტით ჩვენ შეგვიძლია 10 წლეულებით ადრე გავიგოთ, გვექნება თუ არა გულის დაავადებები. ამ სამივე ტესტის ნორმაში ჩაყენებით დღესვე შეგვიძლია ეს პათოლოგიები თავისთავად დროულად აიცილო თავიდან. თუ გინდა კიდევ 3 სხვა დამატებით ტესტსაც გეტყვი, მათ შორის არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი, გარდა ამისა ეს არის ჰომოცისტეინი და ასევე შეიძლება იყოს თქვა ნატრიურიზული ფაქტორი, ამათი შემოწმებითაც ასევე შეიძლება გულის დაავადებების დროული პრევენცია. მადლი დარჩებით, რომ ამ რჩევებს ასევე გავზიარებ სხვებსაც.